კოსტია, ჩემი ლიმონადი არ მოგწონს? რითი არის გაკეთებული? ბროკოლით. ბროკოლის გარდა რამე სხვა რო ჭამოთ არ შეიძლება? კოსტია, სულელი ხარ? იცი რამდენი ვიტამინია ბროკოლიში? ცოტა ლიმონით დავამატებ. ხო, ზალინა, ბროკოლი და ლიმონი საუკეთესო კომბინაციაა. დალია კოსტია, დალია. ბიჭებო, გაჩერდით. ხმას გამოსცემთ, როგორიცაც ძროხები გამოსცემენ. მე შეგმინდა რომ შემიძლია. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ძალიან მოვიწყინე, ეს ჩემი საქმე არ არის. ხო, მეც მირჩევნია რომ ბურთით ან ბოქსით გავერთო. მართლა უკვე საკმარისია, ისევ ვიქცევით თითქოს ზოოპარკში ვართ. დასხედით სწრაფად, ახლა იოგას კლასი გვაქვს. ვინც წავა ამ სახლში ვეღარას ები მე წავედი, ცოტახანი ბოქსით გავერთობი და დავბრუნდები. ხო, მეც აკათა ერთად წავა და მალე დავბრუნდებით. ბიჭებო, ასე სად მიიჩქარით? თქვენთან ხელცერიელი არ მოვსულ ვართ. გოგოებო, ძალიან კარგ დროს მოხვედით. ხო, ები ძალიან დავხვალა, ან გაწევებს ვაკეთებთ, ან ძროხები ვითქმით. ბიჭებო, დაწყნარდით, ახლა გაგახალისებთ. მოგესალმებით ყველას, თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს. ხო, ძალიან გავერთობით. ვაუ, კამფეტი. არა, მაგას ძალიან ცუდი გემო აქვს. გოგოებო, ახლა იოგას კლასი გვაქვს, როგორც ყოველთვის ცუდ დროს კი, კარგ დროს. კოსტია, ეს ძალიან ცხარე ტკბილეულია. ვინ არის აქ ყველაზე მამაცი? ვინ შეძლებს რომ ცეცხლი წაიგიდოს? ეგეთი რაღაც არასდროს გამისინჯობს, მე ცხარი რაღაცები მიყვარს. ეს მხოლოდ ბროკოლის და ლიმონის სასმელი არ არის. კოსტია, ახლა ძალიან გამაბრაზე. ეს თამაში გოგოებისთვის არ არის, მაგრამ ჯერა რომ ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. მე მზად ვარ. მეც მინდა რომ ვცადო ეს კამფეტი. არა, ისე კარგია, ბროკოლის გარდა სხვა რომელსაც გასინჯობ. აბა, გავერთოთ? კი! და ის, ვინც ვერ შეძლებს აიტანოს ეს სიცხარე, რამეს გააკეთებს? მზად ხარ ზომბებო? მზად ვარ! კიდევ კარგი მენიუში ბარდას პიურეს გარდა რამე სხვა გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ზიპმა უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული ყველაზე ძლიერია და შეუძლია ნებისმიერ სიცხარე აიტანოს, ხო ზიპ? კარგი. ძალიან გაუმართლა, ყველაზე ნაკლებად ცხარე შეხვდა. აბა გასინჯე ზიპ. ოხ, ცხარი. ხომ გითხარით, ჩემი შეყვარებული ყველაზე ძლიერია. იქნებ ეს დალიო? მომიცი. საყვარელო, ახლა შენი ჯერია. ხო, მე მინდა კამფეტი. ზალინა, აბა ნახე, გასინჯე და გითხარი როგორია. ცხარეა? ზალინა, როგორია? არის ცხარე? ისე რა. იმიტომ რომ შენ ხარ ცეცხლი. ყოჩაღ ზალინა, ახლა შემდეგი. ზაკ, მიდი. ვაუ, ზაკ, შენ შეგხვდა ყველაზე ცხარე. რა ცუდია რომ ნასტია აქ არ არის და ვერ ნახავს თავის შეყვარებული როგორ შეეჭიდება ამ სიცხარეს. არა, გავსინჯობ და ნასტიას უთხარით, რომ ცხარე რაღაცების არ მეშინია. აი, უყურეთ. აბა, ზაკ, რამე გითხარი? მომეწონა, გებრიელი იყო. ზაკი ძალიან ძლიერია, ყოჩაღ ზაკ. ზუპ, ახლა შენჯერია, გააკვირვე მწვრთნელიები. მე შემიძლია მთლიანი შევჭამო. მოდი, სანამ არ გასინჯავ, არ ილაპარაკო. ხო და გავსინჯავ. სერაჩოს კამფეტი ამოგივიდა. მზად ხარ რომ ჩემთვის ეს კამფეტი შეჭამო? კი, მზად ვარ. აბა ზუპ, როგორია? ვერა იტანა, ისე რამე მოქმედება უნდა გააკეთოს, რაც ჩვენ გვინდა. დასანანია ძმაო, ხო გეუბნები, უფრო მამაცი უნდა გახდე. კარგი ზუპ, ახლა ის უნდა გააკეთო, რასაც ჩვენ გეტყვით. კარგი, მზად ვარ, რაც გინდათ ის მითხარით. კარგი, მოქმედება არის რომ ების აკოცო კისერზე. დიანა, ეს სპეციალურად გააკეთე? კარგი, მზად ვარ. ეს ყველაფერი შენ გამოხდება. კარგი, მიდი, უცბად. კარგი, საკმარისია. დაამთავრე, ახლა ჩემი ჯერია. კარგი, ვნახოთ ეს ცხარე გოგონა როგორ შეეჭიდება ამ სიცხარეს. ები, ჰალოპინიოთი ამოგივიდა. ხო, ჰალოპინიო ძალიან ცხარეა, მაგრამ ასევე გემრიელი. აბა ენა მაჩვენე. უკვე ჩავყლაპე. კარგი კოსტია, ახლა შენ ჯერია. ზალინა, ახლა შენი შეყვარებული ყველაზე ცხარე კამფეტს შეჭამს. მიდი კოსტია, ყველაზე ცხარე. კარგი, ყველაზე ცხარე იყოს. კოსტია, ცუდი ამბავია, ეს ამოგივიდა. არა უშავს, მე ჰაბანერო არ მაშინებს. კოსტია, ძალიან ძლიერი ხარ. საერთოდ არ იყო ცხარე. თუმცა ჩემო მეშინია. მიდი საყვარელო, გამოგივა.
კნოპა, ეს ამოგივიდა. მგონი ვერ შევძლებ. კნოპა, ხო იცი, მიყვარხარ, რომ არ გამოგივიდეს გაბატიებ. აბა, კნოპა? ცხარია. კნოპა, კაქტუსი გაგელის მაგივრად, როგორ ვერაფერს ვერ გცნობ. მე ის გავაკეთე. ოპა, გილოცავ. კარგი მეგობარო, რაღაცას მიმალავ. ზაკად, ახლა შეინჯერია. სტაფილოსფერი. წიწაკის. ზაკად, უბრალოდ ცადე რომ გადაყლაპო, ჩემზე სუსტი არ უნდა იყო. აბა, ზაკად. ვახ, ცხარია. ბოდიში კნოპა არ ვარ ძლიერი. კარგი, ახლა ზაკატმა მოქმედება უნდა გააკეთოს, რომელიც ჩვენ გვინდა. კარგი, ძალიან რთული აურჩიეთ. იცოდეთ, ძალიან რთული. ზაკად, წყალი დაიგუბე და კნოპას უმღერე სასიყვარულო სიმღერა. ზაკად, შეძლებ? კარგი, ვეცდები. კიდევ. ყოჩო ზაკად, შენ ეს შეძელი. კარგი, ახლა ჩემი ჯერია. ზიპ, გადამარჩენ. საყვარელო აქ ვარ. კარგი. წვანე. ხალბენი, უკვე დავიმახსოვრე სახელები. When I was having the time of my life, just felt I wasn't there. ვაიმე. ასეთი ძლიერია? ხო. არ შემიძლია. არა. ჩაიჭერი. კარგი, ჩავიჭერი, მოქმედება მითხარით. რთული, წყლიანი ჭიქიდან უნდა ეცადო, რომ წყალი კნოპა. რა დიანა, თამაშია. დიანა, აირჩე რომელი გინდა, ეს თუ ეს? დიანა, შემთხვევით ეს ხوار გირჩევნია, უფრო დიდი არის. ყველაზე პატარა. რა იყო, მე ძროხა ხომ არ გგონი ვართ. დიანა, ეს აიღე. რა, ასე რატომ მიყურებთ? გგონიათ ვერ გავაკეთებ? ძალიან ძლიერი ენა მაქვს, ჩემთვის ადვილი იქნება. მართლა მარტივი იქნება. მიდი საყვარელო, გააკეთე, გამოგივა. ვაიმე, გადმოვაქციე. მიდი, გააგრძელე. როგორ? ვერ ხვდები. მიდი. ჯანდაბა, ახლა რა მოხდება? ყველაფერი იმის გამოა, რომ ფეხით წამოვედით. რა ჩვენი ბრალია თუ ავტობუსები არ დადის? ჯანდაბა, ლუზერები შეგვამჩნევენ. რა უნდა ვქნათ? პროსტი, შეგიძლია აქ ფოტო გადამიღო, გთხოვ? კარგი, ჯული, ახლავე. ჯული, მიდი პოზა მიიღე. პროსტი, ასე ლამაზია? ჯული, ამ ფოტოს ძალიან ბევრი ლაიქი იქნება. საოცრად გამოიყურები. აი, ხო ხედავთ, ჩემი შეყვარებული რა მაგარია. პროსტი, კიდევ გადამიღე აქეთ. არა, ჯული, ეგ არის ვარგებს. კარგი, მაშინ აი ასე. ხო, ეს კარგია. ოღონდ ფეხი ცოტა წინ გამოწიე და ნიკაპი მაღლა აწიე. ვა, გომბეშვებო, მთელი სახლი თქვენ გეძებდათ, სად ვიყავით? ხო, ყველაფერი გავაფუჭეთ. რას გულისხმობთ? პროსტი, მოდი თავი მოვიკატნო, თვითონ ჩვენს ფოტოებს ვიღებდით აქ. ბაყაყებო, მოშორდით, მიფუჭებთ ფოტოებს. უკვე პოლიციაში დარეგვას ვაპირებ. მასწავლებელო მაიკ, მე უკვე გამოვუძახე პოლიციას და მე დავუკავშირდი დახმარებას, რომლებიც იპოვიან. ამას შეხედეთ. ბაყაყებო, აქ სურათებს იღებენ. მოდით, აბა ჩემთან. მასწავლებელო მაიკ, დამნაშავეები ვართ. ბავშვებო, შეგიძლიათ აღარ შეგუშალოთ ხელი? ჯული, ნამდვილი ბომბი ხარ და ბარბი. ხო, ბროსტი, ბარბი ვარ. გოგოებო, გისმენთ, სად იყავით? გოგოებო, მთელი დასახლება თქვენ გეძებთ. თქვენი სახეები არის ყველგან, წარწერით გაუჩინარდნენ. ყველა ჩვენ გვეძებს, არა? შეგიძლიათ ეს სურათები წაშალოთ? ხო, იმიტომ რომ
კარგად ვართ. ხო, მშობლებმა არ გვინდა რომ ნახონ ეს ფოტოები. ქერა, სტელა და ჟენია დროზე სახლში შედით. თქვენი ტელეფონები იდოს მისაღებ ოთახში და უნდა აგვიხსნათ სად იყავით და რას აკეთებდით. გასაგებია? კი, გავიგეთ. დროზე სახლში. სწრაფად. ჯანდაბა მომბეზრდა. მასწავლებელი მაიკი,იანა და ლეილა ვირთხები არიან. ხო, სპეციალურად გააკეთეს. ნუ ნერვიულობთ, ახლა წავალთ და ტელეფონებს დავდებთ მაგიდაზე. სერიოზულად? არა. აბა, ბავშვებო, გაერთეთ? კი. დიანა, ხვალას ვქნათ რამე მსგავსი, თორემ აქ მოვიწყინეთ. ეს ტკბილებული ბროკოლის ნამდვილად ჯობდა. სხვადასხვა ბროკოლი გეხმარება, როდესაც ხარე გაქვს ნაჭამი. კარგი ბიჭებო, ახლა უნდა წავიდეთ. გოგოებო, ძალიან კარგი იყო, ხვალაც მოდით რა, მაგრები ხართ. მადლობა, ები, შენ ძალიან მაგარი ხარ. ხო, უფრო მაგარი ხარ, ვიდრე ადრე იყავი. ბიჭებო, მეტი აღარ ჭამოთ, საკმარისია. კარგად. ჩემი ბავშვები, ჩემი გუნდი. არა, ჩვენები არიან. ები, ისე კოცნო როგორ მოგეწონა. მომშორდი. ახლა ბახშმის დროა. დღეს ხორცი გვაქვს გამოვიცრო ბროკოლით, ხომ მართალი ვარ? კი. კარგი, წავალ, გადავივლებ. ესე იგი ბროკოლს ხორცთანაც ვერ გაიქცევ. წავიდეთ კოსტიაში, ყველაზე დიდ პორციას დაგიდებ. ჯანდაბა, ბლონდი, ტელეფონების გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ? არ მინდა ტელეფონის დატოვება. აქ ჩადეთ. რა? არა, ბლონდი. ტელეფონის кейსები ჩადეთ. გესმით? ვითომ ტელეფონები დევს? გგონიათ არ გახსნიან ყუთს? არ გახსნიან. შეხედეთ? ბაყაყების ტელეფონები. ახლა შეგვიძლია წავიდეთ. წავედით. ბიჭებო, ნუ ხართ მოწყენილები, ხვალ გემრიელი საუზმე გელოდებათ, დღეს აღარ გვაქვს საჭმელი. პიცა ხელს ნუ მიშლი. ხო, მოგეთ რა სხვებოდი. ამას წინათ აფრიკაში ვიყავი და იქ ერთი კენგურუ ვნახე, რომელიც თავს დამესხა, მაგრამ მე კარატე კარგად ვიცი. მაგარია, აბა გვაჩვენე შენი კარატეს სილეთები. ხო, იცი, ხალხების მოყოლა ყველას შეუძლია. საერთოდ ის მაინც თუ იცი კარატე რა არის. ჩამოდი მაქედან, უნდა გავწმინდო. მომისმინე კარატისტო ბიჭო, შენი თავი სარგეში გინახავს. შეიძლება სარგეში სუსტი იყო, მაგრამ სიამოვნებაში ძლიერი. მოიცა, ეჭვგებარებად. კარატისტო, სასაცილოდ გამოიყურები. ახლა კობრა სილეთი. კარგი, მოდი ასე აღარ გვეხუმრო ხოლმე. კარგი, მეგობრებო, საკმარისია. მგონი რაღაც კარატე მართლა იცის. ხო, ჩაღა, ის მართლა მაგარი იყო. ხო, ძალიან გამიკვირდა. არ გინდა გაკვეთილები ჩაგვიტარო. ხო, ჩვენ გადავიხდით. ბიჭებო, არ მეусმინოთ, ყველაფერი მე ვასწავლე. პიცა. აბა მეგობრებო, ისევ გინდათ აი ეს გაკვეთილები. აი ეს რატომ მოგვატყუე? პიცა, ეგ რატო უთხარი? აი, საერთოდ არ ხარ კარატისტი, რამე რომ მოხდება მე ვთხოვ ხოლმე დაცვას. თხა. რა? კარგი, ხო, საკმარისია. ყველას მოგესალმებით. ბახშმისთვის მოვედით. არის საჭმელი ჩვენთვის? ბაჭიებო, ცუდ დროს მოხვედით, მასწავლებელი მაიკი და ვირთხები უკვე გეძებენ. ხო, ამიტომ ჯობია საჭმელის მაგივრად თქვენი თავების გადარჩენაზე იფიქროთ. ზომებთან ერთად იყავით, ხო? ისე მიდიხართ როგორც ფუტკრები ყვავილებთან. ხო, მართლა არ მესმის ყოველთვის იქ როგორ ხართ. გოგოებო, მადლობა, მე რომ თქვენი საჭმელი კიდევ მაცივარშია. გააცხელეთ და შეჭამეთ. მადლობა, მაგრამ მადა აღარ მაქვს. მისმინე კნოპა, შენი აზრით რატომ გვეძებს მასწავლებელი მაიკი? კარგი, წავიდეთ და ვნახოთ. გოგოებო, თქვენზე ძალიან ვხელობ. არა, ამათ გამო არ იდარდო, ყველაფერს იმსახურებები. პიცა ბაჭიებს საჭმელის ჭამა არ უნდათ. ხო, გააცხელეთ და ჩვენ შევჭამთ. ნამდვილ ბიჭებს საჭმელის ჭამა ყოველთვის უნდათ. ჭამა თუ გინდათ, თქვენით გაიცხელეთ და თქვენით გააწყეთ. ხო, გაიგონეთ პიცა რას თქვა. თქვენ თვითონ გააცხელეთ საჭმელი და მოაწყოთ მაგიდა. კარგი, მეგობრებო, არ არის სასაცილო. გავალ და მართლა ვნახავ მასწავლებელი მაიკი რას იზომს. ხო, მიდი ნახე როგორ კარგად მოგექცევა მასწავლებელი მაიკი. პიცა, ყავის აპარატი, მიკროტალღური და გაზქურა ყველაფერი გაწმენდილია. კარგია, ის შეგიძლია გაწმინდო მაცივარიც და გადააგდო ნაგავი. აბა, სადაა ჩილიდერების საჭმელი? ჯანდაბა, დიანა, მეშინია. კნოპა, მეც. აქ დავალოდოთ და თუ არ მოვიდნენ, უბრალოდ დავიძინოთ. ხო, სად არიან ბაყაყები? სად არიან ბაყაყები? თქვენ სად იყავით, ჩილიდერებო? ვერ გავიგეთ. ვა, გომბეშოებს ყოჩახ, ტელეფონები მაინც დაუდიეთ. გვეძებდით? ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენზე გაბრაზებულები ხართ. მართლა ვერ ხვდებით, რატო ვართ გაბრაზებულები. გოგოებო, სად იყავით? არ ვიცოდით. ამიტომ ტელეფონები ჩადეთ. ტელეფონები. кейსებია. ბაყაყებმა მოგვატყუეს. მასწავლებელო მაიკ, ამას არ ვაპატიებთ ხო? ნამდვილად უსირცხულოები არიან. ამიტომ ჯობია ჩვენ წავიდეთ და გლები ვართ. გოგოებო, ტელეფონები ყუთში ჩადეთ. რას გვიყურებთ? აქ ვართ, ამიტომ кейსებს ვერ ჩადებთ. და ხვალ ჩვენ გავუმკლავდებით ბაყაყებს. კარგი, მაგრამ ხვალ ავიღებთ.
არა, მთელი ტერიტორია უნდა შემოღობო, რომ გარეთ ვერავინ აღარ გავიდეს. გეთანხმებით მასწავლებელ მაიკ. თქვენ წადით და გომეშვებს ტელეფონები გამოვართვით. კარგი მასწავლებელ მაიკ. მოკლედ, ამ ბოლო თვის განმავლობაში საერთოდ ყველას დისციპლინა უნდა ვასწავლო. არა, ეს ნორმალურია? ჩვენი ტელეფონები აიღეს, ეს შესაძლებელია? მართლა პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? ბაყაყებო, აქ რას აკეთებთ? დატოვეთ ჩვენი ოთახი. გოგოებო, ჩვენთვის ყვირილი არ არის აუცილებელი. იგივე პრობლემა გაქვთ, რაც ჩვენ. მასწავლებელ მაიკთან დავირთხებთ თქვენს გაებით, ხო შარში? შარში გავებით, ტელეფონები წაგვართვეს დილამდე. ჩემი ტელეფონის გარეშე ვერ ვცოცხლობ. მეც. ჩვენი ტელეფონებიც აიღეს. იტყუებით, ვნახეთ, რომ ყუთში მხოლოდ ტელეფონის кейსები იდო. ბანი, იგივე პრობლემა გვაქვს. მოდით ღამე გავათიოთ თქვენს ოთახში. რა? აი მე აღარ შემიძლია დამღალეს. სლიპოვერი, იეი! Yes! ვაიმე დაგვალეს! ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. არ ვიცი ჩვენს ტელეფონებს რა ეშველება. წყალი დალიე. კარგი, მოიძეთ დავამთავრო და ღეჭვა. ღმერთო ჩემოობას როგორ გაუძელით? კბილებზე მიმეკრო. საერთოდ არა, სასაცილო. ნუ იცინით. არა, ყველაზე ძლიერი ეს არის. დასაწყისში პიტნის გემო აქვს, მაგრამ შემდეგ არა, მწვანე დასაწყისში თქმილი არის, მაგრამ როგორც კი გადაყლაპავ მერე ძალიან ცხარეა. ტირი მართლა.